ცხოვრებაში დგება მომენტი, ხშირად საღამოსა და ძილს შორის მშვიდ სივრცეში, როდესაც ჩვენს გარშემო არსებული სიმშვიდე აღარ გვეჩვენება კომფორტულად. სიჩუმე ისე აღარ ამშვიდებს, როგორც ადრე. ამის ნაცვლად ის სიმძიმით ისადგურებს, არა ხმაურიანი, არა დრამატული, არამედ მძიმე. თქვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც უამრავჯერ ზიხართ, მაგრამ თქვენი გონება არ ისვენებს. თავიდან ნელა იწყებენ ფიქრები ხეტიალს, პატარა საზრუნავები, ძველი მოგონებები, წარმოსახვითი მომავალი და ყოველგვარი აშკარა მოწვევის გარეშე, შფოთვა თქვენს გვერდით იკავებს ადგილს. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს შფოთვა არ არის იმის მტკიცებულება, რომ თქვენთან რაღაც არ არის რიგზე? რა მოხდება, თუ ეს არ არის სისუსტე, წარუმატებლობა ან სასჯელი ღრმად ცხოვრებისა და სრულად ზრუნვისთვის? რა მოხდება, თუ შფოთვა სინამდვილეში ნიშანია, რომელიც ჩუმად მიუთითებს რაიმე მნიშვნელოვანზე? ბუდისტურ სწავლებაში ტანჯვა, მათ შორის შფოთვა, არ არის ის, რისი წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ ან გავექცეთ, არამედ ის, რაც უნდა გავიგოთ. უფრო მეტიც, მას შეუძლია დაგვაბრუნოს იმაში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბევრ ჩვენგანს გვასწავლეს შფოთვის განდევნა, ყურადღების გადატანა, მისი ჩახშობა ან იმის პრეტენზია, რომ ის არ არსებობს. ბუდისტური სიბრძნე განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. ის გვასწავლის, რომ დისკომფორტი შეიძლება იყოს კარიბჭე, რომ შფოთვა არ არის მტერი, არამედ მასწავლებელი, რომელიც მოგვაწვდის შეთხობინებას, რომელიც შეიძლება უგულებელყოთ. როდესაც ცხოვრება უფრო მშვიდი ხდება, როდესაც რუტინა შენელდება და ყურადღების გაფანტვა ქრება, ეს შეთხობინება უფრო ნათელი ხდება. ჩვენ ვრჩებით საკუთარ თავთან, ჩვენს სუნთქვასთან, ჩვენს ფიქრებთან და ამ სივრცეში იწყება უფრო ღრმა მუშაობა. ეს რეფლექსია იკვლევს ერთ უძველეს იდეას, რომელიც არ აქრობს შფოთვას, არამედ ნაზად ცვლის მის მართვის წესს. ამ სიბრძნემ უამრავი ადამიანისთვის სიმყარე მოუტანა ყოველდღიური ცხოვრების წყნარ ქარიშხლებში ნავიგაციისთვის. თუ ოდესმე გიგრძვნიათ თავი ფიქრებში ჩარჩენილად, უსახელო გრძნობებით გადატვირთულად ან დიდი ხნის განმავლობაში წუხილის ტარებით დაღლილად, დარჩით აქ. საქმე არ ეხება უარყოფას ან იძულებით პოზიტიურ განწყობას. საქმე ეხება სიმართლეს და თავისუფლებას. თქვენ არ ხართ გატეხილი. თქვენ არ ცდებით. თქვენ მოწვეულნი ხართ, რომ შფოთვა სხვაგვარად შეხედოთ, არა მასთან ბრძოლით, არამედ მასთან შეხვედრით იქ, სადაც ის ცხოვრობს, გონებაში და იმ ნივთებში, რომლებსაც ყველაზე მეტად ვეჭიდებით. შფოთვა უმიზეზოდ არ ჩნდება. ის იზრდება ფესვებიდან, რომლებიც ღრმად არის ჩადგმული ჩვენს ცხოვრებასთან ურთიერთობაში. ბუდისტური გაგებით, ეს ფესვები არის მიჯაჭვულობა და ზიზღი. მიჯაჭვულობა გონების მიჯაჭვულობაა, რომელიც მჭიდროდ ეჭიდება კომფორტს, დარწმუნებულობას, იდენტობას და იმას, თუ როგორ იყო ყველაფერი ადრე. როდესაც ცხოვრება გარდაულად იცვლება, ეს მიჯაჭვულობა შიშად იქცევა. ზიზღი მეორე მხარეა, ტკივილის, დანაკარგის, დაბერების, მარტოობისა და გაურკვევლობის განდევნა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რაც არ გვინდა, იმ იმედით, რომ წინააღმდეგობა დაგვიცავს. მაგრამ მიჯაჭვულობა და წინააღმდეგობა დამღლელია და არ მუშაობს. ყველაფერი, რაც წარმოიქმნება, გაივლის. სხეულები იცვლება, ურთიერთობები იცვლება, ემოციები იზრდება და ეცემა. შფოთვა იზრდება არა თავად ცვლილებისგან, არამედ მისი მიღების ჩვენი უარისგან. როდესაც წარსულს ვეჭიდებით ან უარყოფთ აწმყოს, შფოთვა ავსებს მათ შორის არსებულ სივრცეს და ჩურჩულებს, რომ კონტროლს ვკარგავთ. თუმცა სიმართლე ისაა, რომ კონტროლი თავიდანვე ჩვენი არასდროს ყოფილა. მშვიდობა არ მოდის ყველაფრის უცვლელად შენარჩუნებით. ის მოდის მოჯიდების შესუსტებიდან, გონების ხელების გახსნიდან. თქვენ არ ხართ თქვენი რუტინა, თქვენი წარსული ან თქვენი ყოფილი ძალა. როდესაც მოლოდინები რბილდება, შფოთვაც ხშირად რბილდება. როდესაც მიჯაჭვულობა სუსტდება, შიში კარგავს საყრდენს. რა მოხდება, თუ სიმშვიდეს ვიპოვით არა არსებული აღდგენაში, არამედ არსებულის გახსნილობით შეხვედრაში? ყველასთვის ნაცნობი მომენტია, როდესაც უეცრად ჩნდება აზრი და მძიმედ იმკვიდრებს თავს სხეულში. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც რიგზე არ არის ან გვკითხოს, რა მოხდება, თუ ეს არასდროს გამოსწორდება. ამის გაცნობიერების გარეშე, ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის შიგნით ცხოვრებას და არა აწმყო მომენტში. ბუდისტური სიბრძნე გვთავაზობს მარტივ, მაგრამ ძლიერ შეხსენებას. ესეც მხოლოდ აზრია. ყველა აზრი არ არის ჭეშმარიტი. ყველა აზრი არ იმსახურებს რწმენას. ბევრი მათგანი შიშის ჩვევაა, ძველი განპირობებულობის გამოძახილი ან გონების მცდელობა, დაიცვას თავი. აზრი, რაც არ უნდა ხმამაღალი იყოს, რეალობა არ არის. ის წარმავალი ღრუბელია. შფოთვა ხშირად ერთი ფიქრით იწყება და ეს აზრი მხოლოდ მაშინ იძენს ძალას,
როდესაც მას უპირობოდ ვჯერდებით. აზრების დანახვის სწავლა მათში გადაქცევის გარეშე ცნობილია, როგორც არაიდენტიფიცირება. აზრები გონებაში მოძრაობენ, მაგრამ ისინი არ არიან ის, ვინც თქვენ ხართ. პრაქტიკა არ არის მათი ჩახშობა, არამედ მათი ნაზად ამოცნობა. იმის თქმა, რომ გხედავ, მაგრამ შენ არ ხარ კონტროლირებადი. ეს მცირე ცვლილება, ფიქრის შიგნით ყოფნიდან მის გვერდით დგომამდე, ყველაფერს ცვლის. გაშვება, თუნდაც მცირედით, ქმნის სივრცეს სიმშვიდისთვის. როდესაც შფოთვა იზრდება, შეხვდით მას სიკეთით და შეახსენეთ საკუთარ თავს მშვიდად, ესეც მხოლოდ ფიქრია. შფოთვა ხშირად ჩნდება ჩვეულებრივ მომენტებში, მარტივი დავალებების ან მშვიდი რუტინის დროს. მას შეუძლია რბილად ზუზუნოს ფონზე, ყურადღება გადაიტანოს აწმყოდან წარმოსახვით მომავალში ან გახსენებულ დანაკარგებზე. გონებამახვილობა გთავაზობთ დაბრუნების გზას. საქმე არ ეხება გონების დაცლას ან სიმშვიდის იძულებას. საქმე ეხება იმის შემჩნევას, რაც აქ არის, სუნთქვა, სხეული, ამ მომენტის შეგრძნებები. შფოთვა მომავალში ცხოვრობს. სიმშვიდე მხოლოდ ახლა ცოცხლობს. გონებამახვილობა აქ გვამაგრებს. ხოველი სუნთქვა დაბრუნების წერტილად იქცევა. ხოველი წამი დაბრუნების მოწვევა. ფიქრები თავიდან შეიძლება ხმამაღალი იყოს, მაგრამ მათ ქვეშ სუნთქვა, ხმა, სითბო, ყოფნა. გონებამახვილობა არ აშორებს ბრძოლას, მაგრამ გვასწავლის, რომ შიშის გარეშე დავრჩეთ მასთან. თქვენ არ ხართ ქარიშხალი. თქვენ ხართ ცა, რომელიც მას იჯერს. როდესაც გონება ხეტიალობს, შემჩნევა უკვე დაბრუნებაა. ეს შემჩნევა პრაქტიკაა. როდესაც შფოთვა ჩნდება, შესთავაზეთ მას თქვენი სუნთქვა, თქვენი ყურადღება, თქვენი ყოფნა. იგრძენით თქვენი ფეხები მიწაზე, ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის რიტმი. ეს არ არის გაქცევა. ეს არის სახლში დაბრუნება. შფოთვასთან ერთად ხშირად მოდის მკაცრი შინაგანი ხმა, კრიტიკოსი, რომელიც ეჭქვეშ აყენებს თქვენს ძალასა და ღირებულებას. დროთა განმავლობაში ეს ხმა ისეთივე სირცხვილს ქმნის, როგორც შიშს. ბუდისტური სწავლება თანაგრძნობას გვთავაზობს, როგორც ანტიდოტს, არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ბევრმა ადამიანმა ისწავლა სიძლიერე დუმილით, სხვებზე ზრუნვით, საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფით. როდესაც ცხოვრება საბოლოოდ ნელდება, გამოუხატავი გრძნობები ზედაპირზე ამოდის. შფოთვა, მწუხარება და სინანული ჩნდება არა იმიტომ, რომ წარუმატებლობას განიცდი, არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ გაქვს სივრცე გრძნობებისთვის. მშვიდობისკენ მიმავალი გზა სრულყოფილება არ არის. ეს სინაზეა. თქვენ იმსახურებთ სიკეთეს, განსაკუთრებით საკუთარი თავისგან. თანაგრძნობა არ ნიშნავს ეგოს დამორჩილებას. ეს ნიშნავს ტკივილისგან თავის არიდებას. საკუთარ თავთან სითბოთი საუბარი, გულზე ხელის დადება, ძალისხმევის აღიარება და იმავე გაგების შეთავაზება, რასაც საყვარელ ადამიანს მისცემდით. ეს ყველაფერი არბილებს შფოთვის ტყვეობას. თანაგრძნობა არ აშორებს სირთულეს, მაგრამ ცვლის იმას, თუ როგორ მოძრაობთ მასთან ერთად. ის შფოთვას ციხიდან გზად აქცევს. არსებობს მომენტები, როდესაც შფოთვა იმდენად ახლოს გეჩვენებათ, რომ თითქოს თქვენ განსაზღვრავთ. სხეული რეაგირებს, გონება ჩქარობს და ეს პირადულად გამოიყურება. ამ მომენტებში ძლიერ შეხსენებას შეუძლია დისტანციის შექმნა. ეს არ არის ჩემი, ეს არ ვარ მე, ეს არ ვარ ის ვინც ვარ. ეს სწავლება არ უარყოფს გამოცდილებას. ის ათავისუფლებს იდენტიფიკაციას. თქვენ არ ხართ თქვენი შიში. თქვენ ხართ ცნობიერება, რომელიც ამას ამჩნევს. ემოციები წარმოიქმნება და გადის. ისინი არ არიან საკუთრება. ისინი არ განსაზღვრავენ იდენტობას. როდესაც შფოთვა ჩნდება, მისი აღიარება იმის მტკიცების გარეშე ასუსტებს მის ძალას. გრძნობა შეიძლება დარჩეს, მაგრამ მისი ძალა განსაზღვროს თქვენი ქრება. თქვენ გადადიხართ ქარიშხლის შიგნით ყოფნიდან მის გარშემო არსებულ სივრცეში. ეს გაგება აუცილებელი ხდება, რადგან ცხოვრება გაურკვევლობას, ცვლილებებს და დანაკარგს მოაქვს. არც ერთი ეს არ ამცირებს თქვენს მთლიანობას. ხოველი ტალღის ქვეშ არის სტაბილური, უცვლელი ცნობიერება. ეს სწავლება ყველაზე ძლიერი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისას. არა მხოლოდ მედიტაციის დროს, არამედ ჩვეულებრივ მომენტებშიც. პაუზა. იგრძენით სხეული. ისუნთქეთ ნელა. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც იწვევს შფოთვას. ნაზად შეინარჩუნეთ ეს ცნობიერებაში. შემდეგ გაიმეორეთ რბილად და გულწრფელად. ეს არ არის ჩემი, ეს არ ვარ მე, ეს არ არის ის ვინც ვარ. თქვენ არ უარყოფთ გრძნობას. თქვენ აკვირდებით მას, მაგრამ არ ხდებით ის.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სუნთქვა მოძრაობს თქვენში, როგორც სუფთა ჰაერი ღია ოთახში, ქმნის სივრცეს ძალის გარეშე. შფოთვა შეიძლება გარკვეული ხნით დარჩეს, მაგრამ ის არ გმართებთ. გამოიყენეთ ეს პრაქტიკა, როდესაც ღამით წუხილით იღვიძებთ, როდესაც სხეული ცვლილებას გახსენებთ, როდესაც გონება შიშში იძირება. დაუბრუნდით იმას, რაც თქვენს წინ არის. ამ გზით პრაქტიკა ცხოვრების წესად იქცევა და არა ცხოვრებისგან განცალკევებულ რამედ. რაც უფრო მეტად ვარჯიშობთ ამას, მით უფრო მეტად სწავლობს ნერვული სისტემა, რომ უსაფრთხოება აწმყო მომენტში არსებობს. თქვენ არ იკარგებით წარსულში, ან არ იხჩობით წარმოსახვით მომავალში. თქვენ აქ ხართ, სუნთქავთ, ცოცხლობთ, მთლიანად ხართ. შფოთვა წარუმატებლობა არ არის. ეს არის მოწოდება, რომ უფრო ღრმად ჩახედოთ, გაათავისუფლოთ ის, რაც არასდროს იყო თქვენი და დაბრუნდეთ სახლში. ცხოვრება მაინც მოიტანს ქარიშხლებს, მაგრამ მათში შესაძლებელია სიმშვიდე. ეს მარტივი შეხსენება თავშესაფარად იქცევა. ეს არ არის ჩემი, ეს არ ვარ მე, ეს არ ვარ ის, ვინც ვარ. გაიმეორეთ ეს ნაზად, როდესაც სიჩუმე მძიმედ იგრძნობა, როდესაც წუხილი მკერდს გიჭერს. ეს არ არის იარაღი, არამედ ბალზამი. დროთა განმავლობაში შფოთვა შეიძლება აღარ იგრძნოთ მტრად, არამედ მაცნეთ, რომელიც საკუთარ თავთან მიგიყვანთ. ხოველი ტალღის ქვეშ შენ რჩები. ხოველი აზრის ქვეშ შენ ისევ აქ ხარ, სტაბილური, შეგნებული და მთლიანი. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ არცერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.